მეგობრებო, მე მგონი უკვე თავდება ის დრო, როდესაც ადამიანს წონაში კლებისთვის სჭირდება კაცრი დიეტა, ამისნება, რამდენიმე საათიანი შიმშილი, სიარული სპორტ დარბაზში და კიდევ ბევრი სხვა დამტაჯველი პროცედურები. ეხლა უკვე აბებითაც კი შეიძლება ბევრი ამის მოგვარება. აი ესე უბრალოდ დღეში ერთხელ დილით დალევ სპეციალურ აპს და წონაში იკლებ. რა აბია? ეს არის ვეგოვის აბები, რომლებიც ახლახანს უკვე დამტკიცდა როგორც აი წონაში კლების საშუალება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სიმსუქნე, ჭარბწონიანობა და ამასთან ერთად ასევე აწუხებს თქვათ მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი მეორე ტიპისა, ჰიპერლიპიდემია და კიდევ ბევრი სხვა მსგავსი. ვეგოვის ეს აბები შეიცავს სემაგლუტიდს. ეს არის ნივთიერება, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ ჰორმონს გავს. და როცა ადამიანი თქვათ აი ამ აბს დალევს, ხო, თავისთავად ტყუდება და უჩნდება ადამიანს გრძნობა, რომ უკვე დანაყრებულია და აღარ შეა. შეიძლება ადამიანი მშიერი იყოს, თან სხეულს ძალიან მაგრად შეოდეს, მაგრამ თავისთავად ეუბნება ყველაფერს, რომ იცი რა არა, აღარ გვინდა, ჩვენ მაძღრები ვართ. და ადამიანი როცა დაინახავს თქვათ საკვებს, ხო, აღარ აქვს სუიროის მიიღოს, იმიტომ რომ მაძღრობის განცდა აქვს, ანუ მადა არის დაქვეითებული მკვეთრად. და თუ რამეს მაინც მიირთმევს, ხო, იქედან ათვისება ძალიან მცირდება და საბოლოო ჯამში ადამიანი უკვე წონაში იკლებს. ეხლა რამდენად ეფექტური აბები არის ეს ვეგოვის აბები? ეხლა ამ ეტაპზე, რაც არსებობს აბები წონაში კლების წინააღმდეგ, ეს ყველაზე ეფექტურია. თუ თქვათ ადამიანი არის 100 კილოგრამი, აი ამ აბებს როცა ის მიიღებს ყოველდღიურად, 1 წლის თავზე უკვე ჩამოდის დაახლოებით 82 კილოგრამს. ანუ კლებლა საკმაოდ შთამბეჭდავია. ეხლა თქვათ ადამიანი რო იყოს თქვათ მხოლოდ დიეტაზე და მხოლოდ თქვათ ვარჯიშზე, ხო? იქ იკლებია ხოლმე წელიწადში დაახლოებით 3-5 კილოგრამს. ძალიან ცოტა იკლებ ხოლმე. ეხლა მაშინ ადამიანს თქოს ძალიან სერიოზული დების ყოფა, რომ უფრო კარგად დაიკლოს, მაგრამ ამ აბების შემთხვევაში ხედავთ რა, თითქმის 20 კილოგრამი 1 წლის განმავლობაში. ამაზე უფრო ეფექტური მხოლოდ ოპერაციაა, ანუ ბარიატრია, მაგრამ ეხლა ბარიატრია ყველას არ უნდა, ეხლა ბევრს ეშინია ხომ ოპერაციის, ასე რომ დღეს უკვე შეიძლება აბებითაც კი ბევრი რამე მოგვარდეს. სხვათა შორის კიდევ ამ მედიკამენტს პლუსები ისიც აქვს, რომ მის ფონზე სარძევე ჯირკვლის და ასევე საშვილოსნო სიმსივნეების განვითარებაც მცირდება. სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარება მცირდება დაახლოებით 30%-ით დაახლოებით, ეს შეისწავლეს 110,000 ადამიანზე, ხოლო საშვილოსნო სიმსივნეები მცირდება დაახლოებით 58%-ით. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი თქვათ აი ამ აბებს იღებს, წონაში იკლებს და როცა წონაში იკლებს, სხეულში მცირდება ესტროგენის შემცველობა. ასე რომ ამ აბებს უკვე სხვა დამატებითი ღირებულებებიც გააჩნია უკვე, გარდა იმისა, რომ ადამიანს დაეხმარება წონაში კლებაში, ასევე შეუმცირებს სიმსივნეების განვითარების რისკსაც. კი, მესმის, რომ ეხლა ამ ეტაპზე მისი ფასი საკმაოდ მაღალია, თუმცა სავარაუდოდ წლის ბოლოს მისი ფასი მკვეთრად დაიწევს და უკვე ბევრისთვის იქნება აი ეს წონა უკვე წარსულში დატოვებული ამბავი. როგორც ხედავთ, სასიამოვნო სიახლეა ძალიან და აქვე შეახსენებთ, რომ თუ თქვენ ან თქვენი შვილი შემდეგ წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდას და სურს მომზადება ქიმიაში ან ბიოლოგიაში, ჩვენთან გელოდებით. აი ამ ნომერს დამიკავშირდით. მე კიდევ წავედი რომ დავათვალიერო აქაურობა.